სწორედ კბილაშვილის დღევანდელი განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეულ ხარჯებზე გამოძიება ჯერ კიდევ მისი პროკურორობის პერიოდში დაიწყო. საუბარია დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების ჯამში 8 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვის საქმეზე, რის გამოც პროკურატურის მოთხოვნით ექს-პრეზიდენტის ქონება და საბანკო ანგარიშები დაკადაღებულია. არ არის გამორიცხული, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდეს. მანამდე კი ყადაღის დადება პოლიტიკურ წრეებსა და მესამე სექტორში ისევ უთანხმოების თემად რჩება. მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების, ასევე ექს-პრეზიდენტის ანგარიშების დაყადაღების საკითხი შესაძლო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდეს. ამის შესახებ განცხადებას დღეს სააკაშვილის ადვოკატი აკეთებს. ეს არის სამართლებრივი განუკითხაობა, რომელიც პოლიტიკური დაკვეთების შესრულების გამო ხდება. ქვეყნის შიგნით სამართლებრივი გზები უკვე ამოწურულია, განვიხილავთ შესაძლებლობას მიმართოთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. მიხეილ სააკაშვილის ხარჯების შესწავლა არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის პერიოდში დაიწყო. საკითხთან დაკავშირებით კბილაშვილმა დღეს პირველი კომენტარი გააკეთა. ძიებად უშიშროების საბჭოს მიერ გადმოგზავნილი მასალების ფაქტზე დაიწყო და რომელიც ხარჯების შესწავლას შეეხებოდა. მე როგორც დავინახეთ, ამ შესწავლამ განვითარება პოვა ისე როგორც პოვა. ქონებისა და ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნა მთავარმა პროკურატურამ დასაბუთებული ვარაუდით ახსნა. მას შემდეგ, რაც ექს-პრეზიდენტის სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულა, უწყების მტკიცებით მოსალოდნელი იყო სააკაშვილს პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით გაესხვისებინა, ან გადაემალა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხული ქონება. საიას თავმჯდომარე, რომელიც პროკურატურის შუამდგომლობასა და საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების განჩინებებს გაეცნო, ამბობს, რომ ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებული არ არის. სასამართლოს განჩინებებში არათუ დასაბუთება არ არის ამის, არამედ მითითებაც კი არ არის იმის შესახებ, რომ ამ ქონებას ვაყადაღებთ იმიტომ, რომ მტკიცდება ან საბუთდება ან არსებობს არგუმენტები ამ ქონების დანაშაულებრივი გზით მიღებასთან დაკავშირებით. და ცხადია, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი. პოლიტიკური ანგარიშწორება თუ კანონის აღსრულება საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები. ივანიშვილმა მისი წინაპრების საფლავები დააყადაღოს, მაგალითად ესეთი არის მიხაკო წერეთელი, მისი საფლავი ალბათ არ დაუყადაღებია და ეს დარჩა მას დასაყადაღებლად. თუ მიხეილ სააკაშვილის გაამტყუნებს სასამართლო და მისი დაპატიმრება როგორც ყოფილი პრეზიდენტი საქართველოსთვის იქნება რაღაც დამაზარალებელი პოლიტიკურად, ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ არსებობს შეწყალების მექანიზმი, უნდა იქნას ეს მექანიზმი ამოქმედებული და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალოს ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი. მაგრამ თუ დანაშაულია კაც ჩადენილი არ გამოიძიოს საერთოდ, ეს არის ჩემი აზრით გაცილებით უფრო დიდად დამაზიანებელი ქვეყნისთვის. სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ვიზიტის წინ ექს-პრეზიდენტის ქონებისა და ანგარიშების დაყადაღება შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც უკმეხი პასუხი სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილზე, რაც ექსპერტის თქმით ხელს ნაციონალურ მოძრაობას აძლევს. ადრე თუ გვიანეს მაინც მოხდებოდა, მაგრამ მოხდა ისეთ პერიოდში ეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა დაგეგმული იყო მხოლოდ ზურიკელა ადეიშვილის მიერ. ყადაღის დადება ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის ქონება აუცილებლად იქნება შემდგომში გასხვისებული. რა უკრის მიშა სააკაშვილს და ოთარ კახიძეს ანგარიშების დაყადაღების ფინანსური მონიტორინგი რო დაწესდა, ადამიანებს ისე უწითლებდნენ ანგარიშს, რომ არც ეუბნებოდნენ საერთოდ. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 მილიონ 837,000 ლარის გაფლანგვას ედავება. 28 ივლისს ექს-პრეზიდენტი ბრალდებული სახით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. პროკურატურის განცხადებით საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკატი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. 2 აგვისტოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.